გამარჯობა, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ჩვენ ახლა ვართ ისე გრძანულაში უკვე მე-13 მოგვიწია მოსვლა. გუშინ ღამე ქონდა ადგილი რაღაც ინციდენტს, რომელსაც ახლა თავად მე პატრონები მოგვიყვებიან თუ რა ხდებოდა და როგორ იყო. თუ შეიძლება რომ გამარჯობა პირველ რიგში მოგესალმებით. გილოცავთ აღდგომაში და მრავალს დაესწარით. ეხლა მე რა მაინტერესებს უბრალოდ. ეს შემთხვევა როდის დაიწყო? დაახლოებით რომელი საათი იქნებოდა? ესე 3 საათი იყო, რომ ჩემი ძმა შემოვიდა ჩვენთან, რომ თქვა, რომ დედაო ხმაურიაო და ფანარი მჭირდებაო. მერე ჩვენ გამოვიდა ისევე ჩემი ძმა. დედა ჩემს თხოვე რომ გამომყოლო და საპირფარეშოში მივიდა. გამოვედით და გავიგეთ ისევ კაკუნის ხმა. კეთილი, მადლობა. თქვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით და გითხავთ უკვე რამდენადაც ვიცით უკვე თქვენს გადაგხსნათ ხო გუშინ ხდებოდა და უშუალოდ თქვენი გაქვთ ამასთან კავშირში ხო თქვენ გადაგხსნათ. თავგადასავლთ შეიძლება მოგვიყევით საიდან დაიწყო რა მოხდა რა შეამჩნიეთ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი? აქ შემოვედით არაფერი ეს შევიდა საპირფარეშოში გამოვიდა. აქეთკენ გამოვიდა და მე შევედი. რო შევედი ამ დროს ძლიერი კაკუნის ხმა მე შემომესმა. ხო და რო გამოვედი რა იყო მაია მეთქი და რა ვიცი დედა კაკუნის ხმა იყო და მე გიორგის უთხრა ამან ეძახდა რომ გიორგი შემხარდა კაკუნაო და არა მაიკო მიაიაქავდი გევარო და მე გამოვედი შეეშინდა ამას და მე უკვე ცოტა შმამიტანა. ხო და მე მივედი ტელეფონთან და ჩემი მეუღლეს დაურეკე. მე უთხარი ფანარი გამოიტანე და გამოდი მეთქი. რომ ვერ გამოვდი ვახმეთქი და გვეშინია რაღაცა ბრაფონი იყო მეთქი. ხო და რომ მოვიდა ჩემი მეუღლე გამოდით ანუ გეშინიათო და ამ დროს ეს შემომაფრინდა და რა იყო მაიკო მეთქი და დედაო რაღაცა კეთილი, მოდი აქ გავჩერდეთ ერთი წუთით, ესე იგი ამ დროს უკვე ეს ყველაფერი რო ხდება, თქვენი შვილი მოულოდნელად ასე ვთქვათ როგორ ვთქვათ შიშის ფონზე რეაქცია მძაფრი ძალიან. მძაფრი რეაქცია გამოხატა, ანუ პირდაპირ დაგეჯახათ რა, მოდი ესე რა ვთქვათ, ხო? კარგი, აი რა მოხდა მე ხარი? რა მოხდა და დედაჩემი რო იყურებოდა, მამაჩემს ელოდებოდა, რომ გამოსულიყო. ჩემი ძმა იჯდა კრაუძე და მე ცოტა მოშორებით აქეთ ვიდექი, რომ თქვა რომ ვინმე შემეხვა რაღაცა და გამიცია, არა. თავისით ჩემი მოსაცმელი გაიწია გვერდზე. ანუ ესე მოულოდნელად იდექით ამბობზე, მაგას ხო ყველაფერს გავავლით ჩვენ და ესე უცბად გაიწიათ ჩვენ ანუ იგზავნით რომ ვიღაცა მოხაჭათ. მოხაჭა გაიწია და რომ დავიხედე და დავინახე რომ ჟაკეტი გაიწია ძალიან შემეშინდა და დედაჩემს შევეტაკე ვიტყვიან. კი ბატონო, ეხლა ჩვენ გავაგრძელოთ ანუ. აქედან გავედით მე ოთახში შევედით დავწეკით. ხო და ბავშვად დაიძინა. იქ მეორე ბავშვმაც დაიძინა და მე კიდე ტელეფონში ვიყავი თამაშობდი. ერთობდით ანუ რაღაცას და ეს უკვე სადღაცას 4:30-ზე უკვე ესეთი რაღაცა შემამჩნე რომ ჩემი მეუღლე მითხრა რომ არ გეძინებაო და არა მეთქი არ მეძინება მეთქი და ტელეფონში ვთამაშობ მეთქი და კაიო და მე მაიკომაცაც თქვა არც მე არ მეძინებაო და მე რომ უცბად ავიდა ეს ტელეფონი უკვე დამჯდარი იყო და უნდა შემენახა და რომ გავიხედე ფანჯრისკენ ასეთი რაღაცა უშუალოდ დაპატარავებული და ჯმუხი კაცი იყო მამაკაცი არა ის შემეშინდა რაღაცნაირად და თვალები დახუჭე რო დახუჭე თვალები და მე ისე გავახილე ესეთი ბოდიში გარეთ არა ვიღაც, ხო? ანუ ეს ბრაგუნი ვინ გამოიწვია, მაინტერესებს ძალიან არაფერში არ არის. ძალიან კავილი რო ის მე ბრაგუნებში გარებს. ხო და მე ძალიან არის? ხო. კაი, გავიგე. ძალიან. მე რო გავიხედე და გავახილე თვალები და ისევე გავიხედე ფანჯრისკენ და მე უკვე თეთრში ჩაცმული ქალი
ცოტა მოშავ სახის იყო და შავით მაქონდა უკან ასეთი გადაწეული და გაჩეჩი. გაჩეჩილი შავით მე. და რა შეგოდა ეს ქალი არ? იდგა და აი ესე მიყურებდა, გაშტერებული იდგა და მიყურებდა. თქვენ გარდა ამ დროს ოთახში ვინმე იმყოფებოდა? სულ ყველა ვიყავით ვიწექით ლოგინში. გასაგები და პირდაპირ მარტო თქვენი მისამართით იყურებდა. მე ჩანიეს, მე უყურებდი, პირდაპირ მე უყურებდი და თვითონაც მიყურებდა. ანუ ესე იგი ოთახში მყოფი ადამიანებიდან ირჩევს ვერცერთი ვერ ხედავდა რა მეკითხებიან რა იყო მე უკვე აი ხმა მიწდებოდა ვეღარ ვლაპარაკობდი ისე შემეშინდა სავით რომ ну აი მეუბნებდი რომ მე ხედამ აი იქ არის მეუბნები მიყურებს იქ არის შავით ხმები აქ მეუბნები ეს ყველაფერი ხდებოდა ფანჯრის გარედან ფანჯრის გარედან ეზოს მხრიდან და მით უმეტეს სეტკაც უკეთია ფანჯარი კი ბატონო ეზოში ხდებოდა ეს მოვლენა ეზოში ხდებოდა იმ გამონაკლისით რომ ერთ შემთხვევაში მოხდა აი აქ ხა სადაც უზიოთ ხო სახში ამ ადგილზე აი ეს გაწევა ჟაკეტის ხო ანუ მოკაჩვა ასე თქვა შეიძლება კეთილი გასაგებია და იყო ღამის შუაღამის პერიოდი 3-4 საათამდე გადასულეთ ხო გასაგებია კი ბატონო კარგით მეგობრებო ჩვენ ადგილზე ვართ ჩამოვედით უკვე მესამეთ როგორც თქვით სახლის ტერიტორია დაცულია იმით რომ ნუ რეალურად არ ხდება ის რაც ადრე ხდებოდა მართალი ვარ თუ ანუ ის აგრესიები რაც სახში ვრცელებოდა ადრე აღარ არის საერთოდ არაფერი და ამ ხრივ სიმშვიდეა და სიწყნარია მაგრამ გარე ტერიტორიაზე ხდება საშინელებები ხო სწორია ანუ მეთანხმებით რომ ესეა თქვენს კალბატონო კი მეგობრებო ჩვენ ბოლოს რო ვიყავით სახლი ვაკურთხეთ წავედით და გითხარით ალბათ და გვახსოვს ჩვენ ეს მომენტი რომ ეზოს აშიშია ვთქვით რომ იქ მხელა სივრცეა რეალურად რომ ეზო რჩება საშიშ ზონად მაგრამ რაც შეეხება თვითონ სახლს სახლი უსაფრთხო გარემოშია და შეიძლება მშვიდადაც წყართ გვახსოვს ეს მომენტი რომ ვთქვით ხო კეთილი ეზო არის ის ტერიტორია მეგობრებო სადაც ძალიან დიდი საშინელებები ვრცელდება და ეს სახლიც ამ ეზოში დგას სხვაგან კი არ არის ბუნებრივია რომ ეს ასტრალური საშინელი ზონები რაც აქ არის და სახში ანუ სახშიც აღწერს ზონა შემოდის ეს ასტრალური ზონა სახში აღწერს და შემოდის აქ ახლა საჭირო არა გვირაბში შეგახსენებთ იმას რომ გვირაბში რომ ჩავედით იმიტომ ჩავედით რომ ჩვენ გვინდოდა რომ აი ამ გავრცელების ზონის მოსპობა ანუ და ვეძებდით ადგილს საიდან ვრცელდებოდა ამ სახშიც და სახლის ტერიტორიაზეც ეს ბოროტი მოქმედებები გვინდოდა რომ ეს ყველაფერი დაგვასრულებინა სამწუხაროდ ეპიცენტრი იმის რომ გვირაბი რომელიც ჩამოიგდა და ადამიანები დაიღუპნენ ეს ეპიცენტრი უბრალოდ დღეს არსებობს მაგრამ როგორც გვირაბი აღარ არსებობს ეს გვირაბი ნუ ჩამოშლილია მიწით ამოსებულია და ტერიტორიის ანუ ნახვა ესე მარტივი არ არის პლუს მაგას არ იძებნება არანაირი მასალები ინტერნეტში ძველი შემთხვევაა და გვიჭირს რომ კონკრეტულად ის ადგილი ვიპოვოთ სადაც ეს საშინელება მოხდა რომ რადგან სამუდამოდ დავადგინოთ რომ საიდან მოდის ეს გავრცელების ზონა პლუს ამას კიდევ ერთი უბედურება ის ემატება რომ სასაფლაო ახლოს არის ხო სწორია ზემოთ ამ სასაფლაოს გავლენა ამ გვირაბშიც იგრძნობოდა შუა წელში შუა ნაწილში ну პლუს ყველაფერ ბედნიერებას ესე ვთქვათ ემატება ზემოდან კიდევ აი სასაფლაოს ნეგატიური გავლენები რაც მართლა საგრძნობია და რეალურად გამოკვლეული გვაქვს და ვიცით უკვე ეს ყველაფერი კეთილი მეგობრებო დღეს ახლა აქ ვართ ჩვენ ვიქნებით ოჯახთან ერთად ღამის განმავლობაში პლუს მაგას გვაქვს იერუსალიმიდან ქრისტეს საფლავიდან აღებული ზეთები ნაკურთხი წყლები წმინდა ნიკოლოზის საფლავიდან აღებული ზეთის ნაკურთხი წყალიც პლუს მაგას ხატები და შევესწრებთ რომ ღამის განმავლობაში მთლიანად დავაკვირდეთ ამ მოვლენებს ვიყოთ ყურადღებით და თუ რამე თქვა რეალურად გამოჩნდება ისეთი მომენტი რომ რაც აქამდე არ იყო და რაღაცა ახალსა აქ ადგილი მაგასაც ნახავთ. ბოლო შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამეორებით ვაკურთხებთ სახლსაც, ზეთსაც ვასხეთ კედლებზე, ავავლებთ ლოჩრებს და რეალურად უკვე ამით ყველაფერი მორჩება, მაგრამ მოდი დავაკვირდეთ ერთად როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ადგილზე ვართ უკვე, მოისმენთ ის რაც უნდა მოგესმინათ და ის გადარჩენია გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. დროებით და ჩავარცებით. Patrzcie ze mną.
მეგობრებო, ჩვენ ახლა აქ პირდაპირ ვთქვათ საძებარი ამ კუთხით არაფერი აღარ გვაქვს, იმიტომ რომ უკვე ვიცით რომ აი ამ ხარეს აი აქ კონკრეტულად ახლა მე სადაც ვგავარ, როგორც აგვიხსნეს აქ მოხდა შეხება, დაკაჩვა, ანუ ერთ-ერთი ოჯახის წევრის მოისმინეთ ეს ყველაფერი. ამიტომ ახლა ჩვენ აღარ ვეძებთ უკვე აქ ასე ვთქვათ რაღაცა ახალ ველოსიპედის გამოგონებას აზრი არ აქვს, რა თქმა უნდა, და პირდაპირ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. ანუ სას დამატებით კიდევ გავაძლიერებთ, ანუ ლოცვებით და პლუს მაგას წმინდა ზეთისხებით. ეს იმისათვის, რომ ის ძალა, რომელიც ახლა სახში გამოჩნდა, ხო? აი რა მაინტერესებს ახლა, ანუ ყველა ერთად ვთქვათ ახლა ოთახში შეგრეული უბრალოდ ამ ადამიანებს არ ვაჩვენებთ, არ გამოვაჩენთ, მაგრამ მაინტერესებს უბრალოდ რომ დამიდასტუროთ რა არის ესე თუ არ არის ესე. აქამდე, ანუ რაც პარანორმალი იყო ჩამოსული და სახლი რომ ვაკურთხეთ ეს გარეთ და ის ოთახები, ანუ ის ოთახიც ეს ოთახი, ქონდა თუ არა მშვიდობა აქამდე? კი. ადასტურეთ რომ იყო მშვიდობა? კი ბატონო, ეს გუშინ აღდგომების ანუ ეს კვირეული რაც დაიწყო, გუშინდელი კონკრეტულ გამეს მოხდა ეს შემთხვევა. მანამდე ადგილი არ ქონია არაფერს. კი ბატონო. ეხლა ნახეთ რა შეასახე. არსება რომელიც დაინახეს აქ ფანჯარაში იმას გაჩვენებს ზუსტად რა მოხდა, მაგრამ მომენტი არის ესეთი რომ ახალი ძალა არის ტერიტორიაზე შემოსული, რომელიც ცდილობს სახლის დატერორებას, თამამად ვერ მოქმედებს, მაგრამ მაინც მოახერხა და აი ამ ტერიტორიაზე სახში შემოვიდა, შემოაღწია, ასე ვთქვათ. თუმცა არ ურბენია და ვთქვათ რაღაცა სხვა დანარჩენს არ ხონა ადგილი მართალია, მაგრამ ეს არის ახალი დემონური ძალა, რომელიც გამოჩნდა ისევ გარე ტერიტორიიდან და ცდილობს სახში შემოღწევას. ამიტომ ამის უფლებას არ მივცევთ არავითარ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს აგერ მაცხოვრის საფლავიდან აღებული წმინდა მირონი და ასევე წმინდა ნიკოლოზის საფლავიდან, იერუსალიმიდან არის ეს ყველაფერი. თავისთავად ვიწყებთ პირდაპირ აქედან, რომ სახლი გავაძლიეროთ, ლოცვები გავაძლიეროთ და თავისთავად უკვე აქ საერთოდ აღკვეთოთ ყველანაირი ბოროტი ძალის შემოსვლა, ან ვინმეზე თქვა ზემოქმედების უნარი, ან სხვა დანარჩენი რაღაცა. სანდროს ხოლმე გამოყვეს და დავიწყოთ. იქ ხო არავინ არ არის? არა. უხალოდ ზეოთისა შემწყალი მეთოდული მოვედი თხოვნად ჩემ და რამე თუ არ მეშენოდეს მე ბოროტის რომ თუ უხალია ჩემთან. ვირება მამასა და ძესა და წმინდა სულს არ დამარადით დავაკონეთი უგუნისამდე ამინ. რამდენიმე უხალოდ მეთო ჩვენო ყოველი ბოროტი ამ სახლიდან და აკვეთე ყოველი ბოროტის გამოჩენა ვინაიდან ყველას ვინც ამ სახლშია და ამ ოჯახშია დამშენი, ჯერა შენი და მოგიხმობ დასახმარებლად უხალოდ. მამის ძისა და სულიწმინდის სახელით დაესოს წერტილი ბოროტის გამოჩენას დაე შემუსროს ამ ჯვარმა ამ სახლში ყოველი ბოროტი. ამინ. უხალოდ მერთო მე უფერო ზეცათავანო ვეშის მცემალო მოგმართავ ჩემ დახმარებისთვის უხალოდ გაჭირვების ჟამ შეგვეწია შენი მოგმადლე მადლი შენი მოგმადლე ძალა შენი მაგრამ თუ შენი წამხარ ჯერა განდევნე ყოველი ბოროტი ამ სახლისაგან და აკვეთე ყოველთა ბოროტთა თარეში ვინაიდან ეშინოდეთ მათ ჩვენი რამე თუ უფალი მოყვება ჩვენ ამ გზაზე დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა და მარადის და უკუნეთი უკუნისამდე ამინ. ეს არის ის ადგილი, სადაც მოხდა წერა რაც გითხარით და თავისთავად ჩვენ მარტო ამ ადგილზე არ მუშაობთ, ან მარტო ამ ადგილზე არ ვაწყებთ ძეს, არამედ მთელი სახლის ტერიტორიაზე ისე. და ბუნებრივია რომ ამ ყველაფრის მერე უკვე ჩვენ დავიწყებთ სახლის ალყურთხევას და მთელი ღამის განმავლობაში დავაკვირდებით მოვლენებს. აქ ვართ, არსად არ მივდივართ და ბუნებრივია რომ ეს ქმედებები ახლა რასაც ჩვენ ჩავდივართ ბოროტისთვის დაუშვებელი და მიუღებელია
და ის ახალი ძალა, ანუ ახალი დემონური ძალა, რომელიც გამოჩნდა და დაინახეს ოჯახის წევრებმა და მოქმედებს და ესე პირდაპირ გაბედულად, მოდი ეგრე ვთქვათ, ხო, ერთ-ერთ ოჯახის წევრს მოხაგიდეს თავდასხმა. საერთოდ აღკვეთოთ მისი შემდეგი რაიმე ქმედებები. ამიტომ ამისათვის საჭირო არის ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. უფალო ღმერთზე ღვთისა რომ უფალო ზეცათა მოგმართა დასახმარებლად ვინაიდან შეხარ მოგეში ჩვენ და უფალო. სამშენი ჯერა შენი და მოგმართა მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეში დაიცავი ოჯახი დაიცავი ყოველი ოჯახის წევრი რამე თუ ვერასდროს შემოვიდეს ბოროტი ამ სახში ვერავის ვერაფერი დაუშავოს ვინაიდან უფალია ჩვენთან. ეკუთხოს სახლი მამის ძისა და სულიწმინდის სახელით და განიძენოს ყოველი ბოროტი. ამინ. ამ გავიდით. უფალო ღმერთზე ღვთისა მე უფალო ზეცათა მოგეშის მიცემელი უფალო იესო ქრისტე მოგმართავ დასახმარებლად უფალო მოგვეცი ძალა მოგვეცი მადლი შენი რამე თუ ვაკურთხოთ სახლი იგი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით და განიდენოს ყოველი ბოროტი სამუდამოდ ამ სახლიდან ამ ოჯახიდან და ვერ ხებოდეს ვერავინ უფალო რამე თუ უფალია მათთან გაგვიცავი ჩვენ სახელითა დიდისა შენითა უფალო დიდება მამასა და ვერსა და წმინდა სასულსა Adam aradı da o konuşuyordu insanlarını. Mama uçene normalde kapsataşıyla binda yapan sakeli şeni, noğdu süper şeni, kalmeba şeni, vitapta tataşıyla egretak otanasa zeda uyçeni yapsobisa, mogo çön desa, moğitevet anana dedin çöni. Zaten miutevet anam desa mat çön tat, danışevi bana çön gansastel sağramet güçsen çön borodisa gan. Amin. დაიცავი სახლი იგი სახელისა მამისათა და ძისათა სულისა წმინდისათა ამინ უფალო იესო ქრისტეო მე უფალო ზეცათაო მოგეშის მცემელო მოგმართავ გაჭირვების ჟანს დასახმარებლად უფალო მოგმადლე ძალა და მადლი და გავხადებ ისი ვაკურთხო სახელი შენი სახელით რამე თუ შენი სიტყვებია უფალო ლოცვი და მართვით განიდევნება ყოველი ბოროტი დაე მიყვები ამას უფალო და ჯერა შენი და მწამს და ყოველი სიტყვა შენი არის ჭეშმარიტი ჩვენ შორის და განიდევნოს მამის ძისა და სულიწმინდის სახელით ყოველი ბოროტი ეხლა და სამუდამოდ ამ ოჯახისაგან გარეშინოდეთ მათ ვინაიდან უფალია ჩვენთან აი ამ ადგილზე, სადაც ახლა ჩვენ ვართ, ყურადღება მიაქციეთ. აი ამას ხედავთ, აი ამ ბოძს. უყურეთ? აი აქ გადააბეს. ღამე, შუაღამის პერიოდში, აი აქ მოხდა ძალიან დიდი დაჯახების, დარტყმის ხმა. აღმოაჩინეს, რომ ეს ბოძი, რომელიც ახლა აი აქ ჩანს კადრში, უკვე გაგლეჯილი იყო, გატეხილი. და ეგ ხმა, რომელიც რეალურად არსაიდან საერთოდ ამ ეზოში ახლა აი მიმოატარე კამერა, რა შეეძლო რომ ეს გაეტეხა, ხო? ნუ რეალურად ვიცით უკვე რასაც შეეძლო, აქეთ უფრო კადრი და აი მის მერე არის ესე გადაბმული, რომ ფიზიკურად ეს იყო გატეხილი. აი ფანჯარა. შეხედეთ. ფანჯარა და აი ამ ფანჯრიდან, აი ამ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ვდგავართ ჩვენ აი აქ მოხდა დანახვა აი ამ ასე ვთქვათ დემონური ძალის, რომელიც ახალი ძალა, ახალი ბოროტი დემონური ძალა, რომელიც ცდილობს, რომ ახლებურად შეუტიოს ოჯახს, ახლებურად დააზარალოს, ხო ხტებით, ანუ სხვა ძალაა, გაცილებით უფრო ძლიერი, რომელიც არ ერიდება, ასე ვთქვათ, იმას, რომ სახლი ნაკურთხია, მაგრამ სახში შეღწევას და იქ რაც ადრე ხდებოდა რეალურად ამ ოჯახში მართლაც აი ტერორი რომ ბავშვს გუდავდნენ შემდეგ ერთ-ერთ ოჯახის წევრს ასეთი ქმედებები სამუდამოდ აღიკვეცა და არა აქ ადგილი სიმშვიდეა ეს გუში ანუ აღდგომის კვირეულს გულისხმობ
მე ვთქვი კიდეც და გითხარით რომ განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ვინაიდან ბოროტი ძლავრობს ამ დროს და ცდილობს რომ ჩვენ არ მოხდეს იმის საშუალება რომ ვეზიაროთ უფალს ნებისმიერი სახით იქნება ეს მონანიება იქნება ეს თქვა მისდამი ლოცვების აღავლენა და ასე შემდეგ ის ამას ყველაფერს ეწინააღმდეგება ანუ მაქსიმალურად გვებრძვის ამ დროს იმიტომ რომ აღდგომა არის ყველაზე წმინდა დღესასწაული რაც კი საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში არსებობს და ბუნებრივია რომ ბოროტი ძალების და ბოროტის სულების სამიზნე არის პირდაპირ. ეს დღე, რომ რაც შეიძლება მეტი ბოროტება ჩაიდიონ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეაეჭვონ უფლის გზაზე და ასე შემდეგ. ის ზაღლიანი მეგობრებო. კაი, წამოდი ხო და რა ვიდე. ლომა არის? ხო, მიდი ლომა ერთი მისწრე მაგას. უფალო იესო ქრისტეო, მეუფერო ზეცათაო. ნუგაში წემელო. დაგხმარე ჩვენ გაჭირების ჟამს რამე თუ ლოცვითა და მართლით განიდევნება ყოველი ბოროტი. რამე თუ არ ექნება წილი ჩვენთან, ვინაიდან უფალი გვიცავს ჩვენ. შენ ხარ იმედი, შენ ხარ მენა ჩემი, შენ ხარ სიყვარული ჩემი უფალო. და მომეცი უფლება ვაკურთხო სახლი, მომეცი უფლება დავეხმაროს სხვებს შენი სახელით უფალო. და განიდევნოს ყოველი ბოროტი და ეშინოდეთ მათ და ეცნე 1000-ნი და 10000-ნი უფლის წინაშე ვინაიდან უფალია ჩვენთან, ვინაიდან შენ ხარ ძალა, მადლი და სიყვარული ჩემი უფალო. გადი ლომა. ამინ. ლომა გადი. ლომა მოკლედ მოყოლა და ლომა. მოდი აქეთ გამინათლება ერთი. ლომა. გაგოტარე ლომა. ჩემამდე ლომა. გაგოტარე. გაგოტარე ძინო. მამა უჩენო, რომელიღაც სათაშინა. ვინდა იყავს სახელი შენი, მოვედით სუფევად შენი, ვიყავ ნება შენი, ვიტაცა სათაშინა ეგრეცა ქვეყანასაზე და პური ჩვენი არსობის ამოგო ჩვენ დღეს. გამოგვიტევეთ ანალიზის შენი, ვიტაცა მიუტევეთ არამდენთან მათ ჩვენთან. ანუ შეგვიყვანებ ჩვენ გასვასწრას არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ. ეკურთხოს სახლი მამის ძისა და სულიწმინდის სახელით და სამუდამოდ განიდევნოს ყოველი ბოროტი, ხილული თუ უხილავი ამ სახლისაგან. და უფალმა დაიცვას სახლი იგი, დაიცვას ყოველი მაცხოვრებელი მათთაგან, რამე თუ ყოველ დღე ადიდებდნენ უფალს. ამინ. მონათე აქეთ ერთი. აი. აღარ შევიდება წავიდე. ეს არის მეგობრებო, ოჯახის დამცველი. ლომა გაგვატარე ლომა. დაფარიანათა თალებში. გაიწე. გამიშიტე. მიწეთ. წამჩენ თამო. გამოვიდა რა გიგდა და გავაკეთე რა ვაკვა. ლომას მაგიქოა ოჯახი გაიქცა. და ეს ზაღლის ფათაშორის. ამ ზაღლმა, ანუ რასაც ისეც კაცი ხედავთ ახლა. ბევრჯერ გადაარჩინა ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი დემონური თავდასხმისაგან, იმიტომ რომ ეზოში არ უშვებდა. ეზოში იდგა და ელოდებოდა დემონური ძალების გამოვიდოდა ბავშვი. ეს იმ ბავშვია საუბარი, რომელიც მოუნათლავი არის დღემდე ამ დრომდე. იმ ბავშვებს შორის, ხო, რამე 5 ბავშვია და ერთი მოუნათლავი. და ამ ზაღლმა ბევრჯერ გადაარჩინა ეს ბავშვი, იმიტომ რომ ზაღლი ხედავდა, რომ ეზოში იდგა უწმინდური სული და ძალა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ამ ბავშვს. გადაუდგა კარებში და არ მისცა საშუალება ეზოში გამოსულიყო. ამასობაში ამ ხმაურზე უკვე უფროსები ჩაერევნენ და თავისთავად უკვე ეს ყველაფერი განეიტრალდა. კაი, გამორთოთ კამერა ეხლა სანდრა. მეგობრებო, ვაკვირდებით მთელი ეს დრო სახლს, ასე გარემოს, ანუ ეზოს, ოთახებს, აბსოლუტური მშვიდობა, სიმშვიდე, არანაირი გვერდითი მოვლენები, არანაირი ხმები, აბსოლუტურად ყველაფერი გაჩერდა. საერთოდ არაფერი არ ხდება და ჩვენ უკვე წყალკურთხევას დავასრულეთ, პლუს ამას ოჯახს მითითებები უკვე მივეცით, მათ შორის ბავშვებიც დავარიგეთ, რომ აი რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა გააკეთონ, ხატიც დაუტოვეთ ღვთისმშობლის უკვე და აუხსენით, რომ აი თქვათ ღვთისმშობლის წინაშე, ანუ დედა ღვთისმშობელთან შეუძლიათ, რომ უკვე დამოუკიდებლად
ილოცონ ბავშვებმაც უთხარით რა უნდა გააკეთონ კონკრეტულად ამ სიწმინდეს აქვთოვეთ პლუს დაუტოვეთ ლოცვანის წიგნი რომელსაც პერიოდულად წაიკითხავენ და იქ არის მითითებული დღის ლოცვა, საღამოს ლოცვა, ძილის წინ ლოცვა და ასე შემდეგ. ანუ ეს რატო გავაკეთეთ? იმიტომ გავაკეთეთ რომ ბავშვებმაც ისწავლონ უკვე ნელ-ნელა სასულიერო ცხოვრებაში ანუ მიიღონ ეს განათლება. კარგია როცა ლოცულობთ, იმიტომ რომ ბოროტი ძალები, ანუ პერიოდულად ანახლებენ ეს თავის ასე ვთქვათ ბოროტ ქმედებებს. ის ძალაც რომელიც სამსახში გამოჩნდა, ეს ახალი ძალა არის. თუმცა დღეს უკვე საერთოდ აღარ ვლინდება არანაირი ბოროტის სული, არანაირი დემონური ძალა. ის საერთოდ აღარ არსებობს, მეგობრებო. პლუს ამას გავაკეთეთ ერთი რამ კიდე. სახლი განმეორების ვაკურთხეთ, ისევ განვაახლეთ ეს ყველაფერი, ანუ ლოცვებით, პლუს წმინდა ზეთის ცხებით, უკვე ამჯერად ქრისტეს საფლავიდან აღებული ზეთით და ნაკურთხი წყალკურთხევაც ზეთის ცხების მერე დავაკეთეთ. და პლუს ამას დავამატეთ ისიც, რომ სახლში შემოსასვლელი გზა, რომელიც ზემოდან ჭიშკრიდან იწყება და უშუალოდ სახლის ტერიტორიაზე ვრცელდება და შემოსასვლელი აი ეს კარები, რომელიც ახლა ჩანს გარეთ ეს ტერიტორიას მთლიანად ვაკურთხეთ. და რატო გავაკეთეთ ეს? იმიტომ გავაკეთეთ ეს, რომ სახლს რაც ძალა უახლოვდება, ხო პერიოდულად ჩანს ეზო არის ეპიცენტრი, პირდაპირ ვრცელდება იქ ეს საშინელი ზონა და იმიტომ გავაკეთეთ, რომ სახლის არათუ სახლს არ მოუახლოვდეს საერთოდ იმ ადგილზე, სადაც ნაკურთხი არის გზა, ბოროტმა ვერ შეძლოს გავლა. ნახოთ, დავაკვირდებით კიდე მოვლენებს, ანუ უკვე უთხარით მითითებებით, რომ დღეის ამას იქით უკვე იმასაც დააკვირდნენ, რომ სახლთან შეძლებს თუ არა რაიმე მოახლოვებას და ამ მხრივ ძალიან ყურადღებით ვართ. მე ვფიქრობ ზუსტად იმას, რომ ანუ დღეს უკვე მესამეც ვართ ამ ოჯახში მოსულები, მაგრამ იმის გარდა, რომ სახლი ვაკურთხეთ და ზეთის ცხება გავაკეთეთ და ეს ყველაფერი, ანუ ადრე პირველად რომ მოვედეს მაშინ მოხდა, მაგრამ ის რომ ეს ტერიტორია, ანუ შემოსასვლელი გზა, რაც სახლამდე მოდის, ეს არ გვიკურთხებია, ხო სწორია? დღეს ესეც გავაკეთეთ. ამიტომ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ წმენა რომელიც ჩვენ გვაქვს, არ მოგწევს იმის საშუალება, რომ რაიმეში ეჭვი შევიტანოთ, რაიმეში ეჭვი შეგვეპაროს და ასე შემდეგ. მტკიცეთ, ნამდვილად სუფთა გულით და მტკიცე სულით ეს ყველაფერი უნდა გავიაროთ. რა გავიაროთ ისე, რომ საერთოდ არ გვეპარებოდეს ეჭვი იმაში, რომ ტერიტორიას კიდევ რაიმე საფრთხე შეექმნება, როგორც სახლის გარე მხარეს, ასევე თვითონ სახლს ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან ძლიერი დაცვა ყოველი ბოროტისაგან, რომელიც გვებრძვის ხილულად და უხილავის სახით და თავისთავად ჩვენ უკვე ამ ყველაფერს დავუპირისპირეთ. ის წმინდა ძალები, რასაც უფალი გვაძლევს ჩვენ იმისთვის, რომ თავი დავიცვათ ყოველი ბოროტისაგან, ეს ყველაფერი უკვე გაკეთებულია. დამეთანხმებით, რომ არანაირი პრობლემა არ შეინიშნება, საერთოდ არანაირი ხმები არ არის, საერთოდ არანაირ გამოვლინებას ადგილი არ ქონია ბოროტისას და პლუს მაგას ეხლა მათ საყურადღებოდ, ვისაც აინტერესებს ეგეფის გამოყენება არის თუ არა საჭირო ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, აქ არანაირი ეგეფი აღარ არის საჭირო, მეგობრებო, იმიტომ რომ არანაირ აქტიურობას, არანაირ გამოვლინებას, არანაირ თავდასხმას ხელი შემშლელ გარემოებს ადგილი არ აქვს. და ბუნებრივია, რომ აქ უკვე ეგეფის გამოყენება აბსოლუტური სისულელე არის და ბუნებრივია, რომ ჩვენ ახლა ზედმეტად იმას არ ვაკეთებთ, რაც რეალურად საჭირო არ არის. და აქედან გამომდინარე თავისთავად, რომ ეგეფი გვაქვს ახლა აქ და ბუნებრივია, ის მომენტები, რაც მე აგიხსენით, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ახლა ეგეფი დავდოთ და აქ რაღაცებზე დავიწყოთ საუბარი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საერთოდ არაფერი არ ვლინდება, აბსოლუტური სიწყნარია და ასე შემდეგ. მადლობა ყველას ყურადღებისთვის, იმისთვის, რომ უყურებთ ჩვენ აქ, ძალიან ბევრ ამას გაიგებთ აქედან, იქიდან გამომდინარე, რომ არის მნიშვნელოვანი მომენტები იმაში, რასაც პარანორმალი იღებს, ეს დოკუმენტაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცის, როგორ უნდა იარონ, ასე ვთქვათ, სწორი გზით, ძალიან ბევრი სამწუხაროდ ბევრია ჩვენს ქალაქში
ისეთი ადამიანი, რომელიც რეალურად მართლაც არის გზიდან აცდენილი და სწორედ ეს არის ხდება მიზეზი იმის, რომ მიდიან შარლატანებთან, მკითხავებთან, მაგიკოსებთან და ცდილობენ, რომ იქ იპოვონ შვება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს დააღუპველი გზაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ გზაზე სიარული, იმიტომ რომ ეს არის სუფლის და ღვთისაწინააღმდეგო ქმედებები, რომელიც კატეგორიულად დაკრძალულია. ამ ოჯახში კიდე ბავშვებიც ვაკურთხეთ, ხო სწორია ბავშვებო? როგორ გძნობთ თავს, როგორ ახართ? ძალიან კარგად. მათ შორის, ხათა შორის ერთ ბავშვს, ანუ როგორც თვითონ გვაჩვენეს, ხელზე ქონდა ჩალურჯებები, ანუ და როგორც თვითონ გვეუბნება, ანუ არ ქონდა, ხო სწორია? რა თქმა უნდა, ეს ადგილები, ანუ სადაც ჩვენ არ ვიცით უბრალოდ რა მოხდა, ანუ ბავშვი მეუბნება, რომ არ ჰქონდა, დავიძინე, გავიღვიძე და შემდეგ უკვე აღმოაჩინე ეს დალუბრები. სხვადასხვა ადგილზე აქვს სხეული სხვადასხვა ადგილებზე. ხო, კი ბატონო, შეგვიძლია რომ მოხვიდე და ხელი გვაჩვენო. უბრალოდ ხელი მოდი არაფერი. აი. ჩანს კადრში. ჩალურჯებები. მეორე ხელი. მომტრიალე. Bagă transport, ხო? ხო. მადლობა. ახლა რა თქმა უნდა, წმინდა ზეთით ის ადგილები, სადაც სავარაუდოდ არ ვიცით ჩვენ პირდაპირ ვიძახი, ნუ რეალურად არ ვიცით რა მოქმედება საქმე ადგილი და რატო იცით რომ ძნელი ასეთ შემთხვევაში რაიმე დასკვნების გამოტანა, იმიტომ რომ ნუ არ გვინახავს საწყის პოზიციები და არ ვიცით ალბათ გარკვეული, უბრალოდ ჩვენ რასაც გვეუბნებიან იმის და მიხედვით მოქმედებს და აქედან გამომდინარე, ანუ იმ ადგილებზე, სადაც სავარაუდოდ მოხდა შეხება და დატოვა თავისი კვალი რაღაცა ბოროტმა ძალამ, რომელიც ბავშვს შეეხო, უნებრივია, რომ აქაც წმინდა ზეთის ცხება მოხდა, აი დაზიანებულ ადგილებზე და ასე შემდეგ. აუცილებელია ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ბოროტი ძალის არ გვეშინოდეს, იმისთვის, რომ უფალს მოუხმოთ და მისი მადლი და ძალა ფარავდეს. კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმას, რომ ეს მოხდა გუშინ, ოჯახზე თავდასხმა და ეს აი ამ ბოროტი ძალის გამოცხადება და აღდგომის კვირეულია მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, თავისთავად ბოროტის გააქტიურებულია და ცდილობს, რომ რაიმე ზიანი მოგვაყენოს და ეს წმინდა დღესასწაული, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ნამდვილად ანალოგი არ აქვს და ყველაზე მაგარი დღესასწაულია საერთოდ ჩვენ ცხოვრებაში ადამიანებისთვის. Მონებრივია, რომ აქ ბოროტსაც არ ძინავს და ის ყველანაირად ცდილობს, რომ რაღაცნაირად ხელი შეგვიშალოს, მაგრამ მადლობა უფალს, მისი მადლით და ძალით ვართ დაცული და ის ადამიანები, ვინც ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, რომ ბოროტი არ მოგვიახლოვდეს, არ მოგვეკაროს, რაიმე ზიანი არ მოგვაყენოს, ეს რა თქმა უნდა ერთადერთი უფლის გზა არის და თავისთავად ჩვენს უსასყიდლოდ და აბსოლუტურად უფასოდ მათთვის, ვინც არ იცით, ვეხმარებით ოჯახებს და საჭირო დროს, საჭირო ადგილზე დაუყოვნებლივ ვართ, იმიტომ რომ მხოლოდ ასე შეიძლება ბოროტამ ბრძოლა, როდესაც ის რაღაცას აშავებს, როდესაც ის მოქმედებს, რა თქმა უნდა, იმ მომენტში იქ უნდა დახვდე და დაებრძოლო მას. რა თქმა უნდა, უფლის სახელით და ეს ყველაფერი უკვე მოხდა. ჩვენ ვაკურთხეთ სახლი, იყო ამ ოჯახში ახლა დანულაში მიმყოფებით და თავისთავად უკვე ეს რიგით მეოთხე ნაწილია, ხო, რომელსაც ახლა კი, მეოთხე ნაწილი იქნება დანულის, მეორედით იკვლევეს. ვერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, უფლის მადლით და ძალით, დროებით დაგემშვიდობებით ყველას, ამ ოჯახში კიდე სუპერ მშვიდობა და დღეს ამას იქით, ისიც რაც მოხდა რეალურად, ხო, ამისგანაც ერთხელ და სამუდამოდ დაცულები არიან. ასე რომ ყველას გესურვებთ წარმატებას, უფლის მადლით და წყალობას ცხოვრებაში. დროებით მეგობრებო, ჩემთან ერთად არის ჩემი თანაშემწე სანდრა. ეხლა არის ღამის საათი შევახსენე სანდრა, აგერ გვერდზევია. ეხლა არის 4:30, შემოტრიალი კამერა. არა, არ გინდოს, რა საჭიროა. ხო, 4:30-ია, გავიგეთ 4:30. ესე იგი შუაღამის პერიოდი დგას, ანუ 3 საათი გადავიდა უკვე, ეხლა 4 რაღაც წუთები, ასე ვიდეც უკვე ჩვენ ადგილზე აქ ყოფნას და ნამდვილად აზრი აღარ აქვს, ვინაიდან უკვე ყველაფერი მოხდა ის, რაც უნდა მოხდარიყო ჩვენი მხრიდან. ოჯახი დაცულია, თავს კარგად ცნობენ, მშვიდად არიან, წყნარად არიან და ბუნებრივია, რომ დღეს ამას იქით მათ
ის შემთხვევები რაც მოხდა, ბუნებრივია, ეგეც სამუდამოდ აღიკვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით. დიდება მამასა, ძესა და წმინდასა სულსა და მოდის და უმჩიკუნსამდე ამენ. მშვიდობა მოგცეთ უსალმა. დროებით მეგობრებო.